საუბრობდა ბათუმიდან მოამბის პირდაპირ ეთერში. საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქის კირიონ მეორის პირადი დოკუმენტების შესასწავლად საქართველოში ლიტველი მკვლევარები ჩამოვლენ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი პატრიარქის უნიკალური არქივის მასალაზე ქართველი მკვლევარებიც მუშაობენ. 200-ზე მეტი დოკუმენტი, რომელიც პატრიარქის მოღვაწეობას ასახავს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ინახება. ეროვნული არქივის ინიციატივით ფონდში დაცული მასალების ყოველკვირეული მიმოხილვა გრძელდება. ლიზა ციციშვილი კი ამბობთ. მთელი მასალა თითქმის არის აი ამ სადავო მამულებზე, რომელიც ახლომდებარე სოფლებსა და პოჟესკის მონასტერს შორის მდებარეობდა. მეცნიერული ნაშრომები ქართულ და უცხოურ ენებზე, იბერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში და ქართული სიტყვიერების კრებული. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხელნაწერი ნაბეჭდი 217 დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივშია დაცული. ამავე საცავში ინახება 1917 წლის 12 მარტის საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აქტი. წმინდანად შერაცხული პატრიარქის საარქივო მასალა უცხოელი მკვლევარების, ისტორიკოსებისა და მეცნიერების განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. დოკუმენტების ნაწილი ლატვურ და რუსულ ენაზე. კირიონის რუსეთში მოღვაწეობის დროსაა შექმნილი და მათზე მუშაობა და კვლევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ფონდი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის მისი მრავალენოვანი დოკუმენტების გამო, როდესაც ფონდზე მუშაობა მთლიანად დასრულდება, შემდეგ უკვე მოხდება მისი ექსპონირება და ფართო საზოგადოებისთვის უფრო დეტალური გაცნობა. ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი ბერად ოჯახური ტრაგედიის შემდეგ აღიკვეცა. ცოლ-შვილი მომავალ პატრიარქს შავი ჭირით გარდაეცვალა. მთელი ცხოვრების მანძილზე კირიონ მეორე საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის სამშობლოში, მერე კი მის საზღვრებს გარეთ გადასახლებიდანაც იბრძოდა. მისი თანამოაზრეები სასულიერო პირების გარდა საზოგადო მოღვაწეებიც იყვნენ. მათი მოთხოვნით კირიონი საქართველოში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და 11 ხმით არჩევნებში გაიმარჯვა და 106 წლიანი პაუზის შემდეგ დამოუკიდებელი ქართული ეკლესიის წინამძღვარი გახდა. სასულიერო პირის გარდა კირიონი მეცნიერიც იყო და წლების მანძილზე ქართული ეკლესიის ისტორიას იკვლევდა. მისი პირადი დოკუმენტები, რომელიც ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება, მე-16-19 საუკუნეებით თარიღდება. არქივი ნამდვილი მაცნეა, მაუწყებელი. მასში დაცული დოკუმენტები მეტყოლებს თვით ჭეშმარიტებაზე. არქივის მასალიდან შემოგწგვერიან ჩვენი წინაპრები და მისი გაცნობით ჩვენ შეგვიძლია კვალდაკვალ მივყვეთ მათ ნამოქმედას და წავაწყდეთ დიდ საგანძურს. აი ამიტომ იყო რომ კირიონი თვლიდა რომ არქივს ესაჭიროება და დიდი მოვლა პატრონობა და აი ვინაიდან მას ესმოდა აი ამისი არსი ქართული არქივის მნიშვნელობის, მან საკმაოდ მდიდარი ფონდი დაგვიტოვა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც 1918 წელს ვერაგულად მოკლეს, 2002 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დევნილი წმინდანად შერაცხეს. მისი არქივში დაცული დოკუმენტების შესწავლა დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში საქართველოში ლატვიელი მკვლევარები ჩამოვლენ. კვლევების დასრულების შემდეგ კი კირიონ მეორის ფონდის და ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტების გამოფენაც იგეგმება. ქართულენოვანიც მოვა.